გამარჯობა, პატივცემულო გამას მაყურებელი, მოგესალმებით, გამარევენანთი დღეს თქვენთანა. მეგობრებო, დღეს თქვენ გელით ჩვენი ოფიციალური აწონვების ცერემონია და სტერდაუნები. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ ჩვენთან ერთად. აპლოდისმენტები გთხოვთ. დიდი მადლობა ჩვენს online მაყურებელს live stream-ზე, ვინც გვიყურებთ გამა TV-ის მეშვეობით. ძალიან გვაძლიერებთ და უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. აპლოდისმენტები გამა TV-ის გამომწერისთვის. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს YouTube მაყურებელს. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ჩვენ მარა მარტო ვერცხლის, არამედ ოქროს ღილაკსაც დავიმსახურებთ. ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა. კეთილი მეგობრებო. გიგა, მზად ხარ? მზად ვარ. მეც მზად ვარ. ჩვენი მებრძოლებიც ვერ ითმენენ და მე მინდა პირველ წყვილს ვუხმო სასწორთან. მაშასე, პირველი მათგანი გამას რინგზე დებიუტანტი იქნება მიხეილ Wild B ზარიძე. მიხეილის წონა 55 კილოგრამი და 500 გრამი. მიხეილის მეტოქე ავთო პატარკალაშვილი. ავთოს წონა 56 კილოგრამი ზუსტად. ავთო პატარკალაშვილი მეგობრებო. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. მაგარი ჯახი გველის ხვალ. ეგრევე მაგარი ჯახით დავიწყებთ. მადლობა. შემდეგი წვილი, შემდეგი ბრძოლა ჩატარდება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო სპორტსმენი თურქეთიდან ემრე კარაკუშ. ემრეს წონა 83 კილოგრამი და 300 გრამი. ემრე კარაკუშ მეგობრებო. ემრეს მეტოქე მამია ლაზი მემიშიში. მამიას წონა 82 კილოგრამი და 400 გრამი. ემრე ფსიქოპატ კარაკუშ მამია ლაზი მემიშიში მეგობრებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. შემდეგი ბრძოლა შედგება შეთანხმებით წონით კატეგორიაში. ორივეს ჩაეხსნა მეტოქე, როგორც გახსოვთ ჩვენი კონფერენციიდან და არაერთი სხვა ტიპის კონტენტიდან. და ბიჭები შეთანხმდნენ 68 კილოში. გაეზიარათ გამას 8 კუთხა რინგი და მე მინდა პირველი ვიხმო ნიკა ოხანაშვილი.
ნიკას წონა 67 კილოგრამი და 900 გრამი. ნიკას მეტოქე კი გიორგი გეგეჭკორი. გიორგის წონა სულ 65 კილოგრამი. აპლოდისმენტები მეგობრებო, სერიოზული წონითი სხვაობა. პირისპირ გიორგი ოსტროვი გეგეჭკორი, ნიკა ოხანაშვილი. შემდეგი წყვილი 70 კილოგრამ წონით კატეგორიის წარმომადგენლები. და მე მინდა ვიხმო. დიდი გამოხმაურება დაიმსახურეს ამ ბიჭებმა. ყველაზე მეტად ვინც აქეს? უახო, ციკლაური მეგობრებო. უახოს წონა 70 კილოგრამი. და უახოს მეტოქე კონსტანტინ მიმინოშვილი. მიმინომ დაგვიფიქსირა 69 კილოგრამი და 800 გრამი. ორივე წონა ჩააბარა წარმატებულად. სერიოზული შეპირებები გაუკეთეს ერთმანეთს ბიჭებმა და სერიოზული ჯახი გველის წინ. თვალი არ დაახამხამოთ მეგობრებო. კონსტანტინე მიმინოშვილი და ვახო ციკლაური. ქვისგან გამოთლილები ვით არიან. აი ასეთი ვაშკაცები ჩხუბობენ გამაში. შემდეგი წყვილი. ეს ბრძოლა შედგება 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში და რაც თავარია, ამჯერად შიშველ მუშტებზე და მე მინდა ვიხმო პირველი მათგანი ზურა უშიშარი მარგიშვილი. ზურამ დაგვიფიქსირა 76 კილოგრამი ზუსტად. ზურას მეტოქე უკვე პრინციპული ვიზავი დავით ბადურაშვილი The Stoner. დავითი წონას დარღვევით აფიქსირებს 700 გრამი ზედმეტი აქვს, 76 კილოგრამი და 700 გრამი. ეს ლეგიტიმური დარღვევაა. უბრალოდ დავითის მეშვეობით ზურა ცოტა მეტ ფულს დაითრევს ამ ბრძოლისგან. აპლოდისმენტები. ეს ბრძოლა სულ რაღაც 2 დღის წინ ჩაინიშნა. გიგამ კი გითხრათ რომ 2 დღის წინო არა, აი დღეიდან 2 დღის წინ ჩაინიშნა. გუშინ წინ ამიტომ კიდევ უფრო შესამჩნევია. და მე მინდა ვიხმო რინგზე ბრძოლა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. თუმცა ბიჭებმა ნაკლები ჩააბარეს, წინასწარ დავასპოილერებ.
და მე მინდა ვიხმო სასწორთან. კოტე, ზომბი, ჭკადუა. კოტემ დაგვიფიქსირა 63 კილოგრამი და 700 გრამი. აპლოდისმენტები, მეგობრებო. და კოტეს მეტოქე. ბრძოლა ვინც გადაურჩინა. Welcome back, Dima, Die Hard, Jikia. Dima გვიფიქსირებს 61 კილოგრამს და 700 გრამს. აპლოდისმენტები, მეგობრებო. როგორც არაერთმა აღნიშნა, ძალიან საინტერესო, ძალიან სისხლიანი და დაუვიწყარი ჯახი გველოდება. დარწმუნებული ვარ. აპლოდისმენტები, დიმა ერთი წამით. არა, უნდა ჩამოგართვა პატარა ინტერვიუ. აწონვებზე ეს არ ხდება, თუმცა ასე ხშირად, ასე short notice-ზე ბრძოლის ჩანიშვნაც არ ხდება. როგორია ასეთი გამოწვევის მიღება და რა ბრძოლას ველოდოთ დღეს არა, ხვალ. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. შესანიშნავია გიო. ხოლო ბრძოლა უფრო შესანიშნავი იქნება, რადგან ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ორი წონის კატეგორიით უფრო მაღლა ვჩხუბობ. ჩემთან ახლოსაც არ არის არც ეს წონა, არც ეს კატეგორია და მიუხედავად იმისა, რომ უდაოდ ფავორიტად შეიძლება ჩავთვალო წონის გამო, კატეგორიის გამო, აი სწორედ ეს მაძლევს იმის სტიმულს, რომ აი ეს ფავორიტობა ძალიან დაბლა დავწიო და 50-50-ზე იყოს ხვალინდელი. გაიმარჯვო ძლიერმა და ღირსეულმა ჩემო ძმაო. ხვალამდე. ხვალამდე ზომბი, ხვალამდე ჯიქია, უმაგრესი ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ. თუმცა ეს co-main event-ია. ჩვენ კი გადავიდეთ main event-ზე, სადაც ორი საჩემპიონო ბრძოლა გველის. და მე მინდა გამოვაცხადო პრეტენდენტი უზბეკეთიდან დავლადბეკ მარაიმოვ. დავლადბეკი გვიფიქსირებს წონას 83 კილოგრამი და 300 გრამი. წონა ჩაბარებულია. 700 გრამიანი ზაპასით. ხოლო ახლა კი მე მინდა ვიხმო ჩემი თანამემამულე გორის სიამაყე ბადო გოგიჩაშვილი. 84 კილოგრამის დამსახურებული ჩემპიონი. ბადო გვიფიქსირებს წონას 83 კილოგრამი და 300 გრამი. წონა წარმატებით ჩაბარებულია. პირისპირ ბიჭებო. დავლადბეკ მარაიმოვ, ბადო გოგიჩაშვილი. მაგარი ჯახისთვის მოვემზადოთ და გავიგებთ ხვალ ამ ინტრიგაზე პასუხს, თუ დარჩება თუ არა ქამარი გორში, თუ წავა უზბეკეთში. და main event-ის მეორე ბრძოლა ვათამაშებთ ვაკანტურ ქამარს, 70 კილოგრამის ქამარი. ამ მებრძოლებს უკვე აქვთ რინგი გაზიარებული. თუმცა ამით კიდევ უფრო საინტერესოა მათი დაპირისპირება და მე ვიხმობ პირველ პრეტენდენტს სამანდარ ენიბაევ. სამანდარი გვიფიქსირებს 69 კილოგრამს და 800 გრამს. წონა ჩაბარებულია, მეგობრებო. სამანდარის მეტოქე
გიგი ბერიძე მებრძოლი ბათუმიდან გიგი გვიფიქსირებს 69 კილოგრამს და 800 გრამს წონა ჩაბარებულია ძალიან დაძაბული ივენთი გველის ძალიან სერიოზული ჯახი აბა ეს კამარიც ვისი იქნება ბათუმში წავა თუ ტაშკენტში გავარკვევთ ხვალ მეგობრებო კიდევ ერთხელ სამანდარ ენიბაევ გიგი ბერიძე აპლოდისმენტები მაშასე პატივცემულო პუბლიკავ ხვალ გელით გამარევენანთი ჯერ ბილეთები თუ არ გაქვთ შეძენილი დღეს ძალიან მაგარ ფასად შეგიძლიათ ამის გაკეთება მებრძოლის პრომოკოდს თუ გამოიყენებ კიდევ უფრო მაგარ ფასს გაითრევ და რა თქმა უნდა მებრძოლსაც დაეხმარები ხოლო ჩვენი კარი ხვალ გაიღება 7 საათზე ბრძოლები დაიწყება 8-ზე როგორც ყოველთვის ამიტომ მზად ხართ მე როგორც ყოველთვის